მინდა საქართველოს მიულოცო ღვინის ეროვნული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ღვინო არის ქართული თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გამორჩეულად და განსაკუთრებულად იქნება შესაძლებლობა, როდესაც შესაძლებელია ვისაუბროთ ღვინოზე, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ღვინო ქართულია, ღვინო ქართველია და შესაბამისად დღევანდელმა დღემ ამისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოგცა დაწყებული დილით კონფერენციიდან, სადაც შესაძლებელი იყო განხილულიყო კიდევ ერთხელ ყველა ის გარემოება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ღვინო 8000 წლის წინ საქართველოდან დაიწყო ღვინის მოგზაურობა მსოფლიოში, კიდევ ერთხელ შესაძლებლობა იყო მიმოხილულიყო ყველა ეს სამეცნიერო მიღწევები, რომელიც არსებობს ღვინოსთან და მევენახეობასთან მიმართებით, აგრეთვე განხილული იყო, რა თქმა უნდა, ის ამბავი, როდესაც დადასტურდა, რომ ხორბალი რომ საქართველოდან არის და აქედან დაიწყო გავრცელება მსოფლიოში და მიმოხილული იყო მსოფლიოს დღევანდელი ტენდენციები, ასეთი შესაძლებლობები, ასეთი მიმოხილვა იძლევა შესაძლებლობას ჯამში, რომ მეღვინეები კიდევ უფრო მეტად მოემზადონ საერთაშორისო ბაზრებისთვის, გარდა ამ ღონისძიებისა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო დღეს მცირე და საშუალო მარნებს გამოეფინათ თავისი პროდუქცია უდიაშვილის მოედანზე, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს გააცნეს ღვინო, თავისი ნაშრომი და დღევანდელ საღამოს არის შემაჯამებელი ღონისძიება ოპერაში ღვინის დაბადება, რომელიც აღნიშნავს და სრულად მოყვება 8000 წლიან ღვინის ისტორიას.